მოგესალმებით ჩვენო ერთგულო თვითფასო სვანერებო და მაყურებელო. ვაგზავნებთ საუბარს პოლიტიკაზე. დიდი ხანი არ შეხვედრილი ვართ ერთმანეთს. როგორც ყოველთვის ერთგვარ თავს ვიმართებთ. ამას გარკვეული მიზეზები აქვს. დიდად ვერ ვართ არც განწყობაზე, მალმალე ყოველ მოვლენაზე ისევე რეაგირება მოახდინოთ, რომელთა ჩვენი რესურსები წარმოუცილია ამ კუთხით. ამას გარდა იმდენად არის ისედაც გადატვირთული ჩვენი საინფორმაციო ველი, რომ ამდენი ინფორმაციით, ამდენი არაფრის თქვენი განცხადებებით გამოსვლებით, რომ არ გვინდა ჩაიკარგოს ეს, რომ ჩაიკარგოს ჩვენი ნათქვამი, ჩვენი გაკეთებული განცხადებები აი ამ მოვლენებში. სხვა სიტყვებით, არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ძალიან დაგროვდა ბევრი სათქმელი, ზუსტად როგორც შიდა ქვეყანაში არსებულ შიდა პოლიტიკაზე, მიმდინარე პროცესებზე და ისევე საგარეო პოლიტიკაში, მსოფლიო პოლიტიკაში. ძალიან მწვავდება ფაზა და ბოლო ფაზაში შედის დაპირისპირება. ყველაფერი უკავშირდება მოვლენას. მარტივად ადამიანის, დედამიწისეული ადამიანის ყოფნა არ არის. ის ძალები, რომლებიც და ის ძალა, რომელიც მართავს დედამიწას და კაცობრიობას, მათ თავიანთ გეგმებში გადაწყვეტილება აქვთ განაჩენია გამოტანილი ჩვენთვის სასიკვდილო განაჩენია. ამის ამსრულებლები არიან ერები, ადამიანები, რა თქმა უნდა, ერები და სახელმწიფოები. რისი თვითმკვლელი ვართ ყველანი ერთად. შორია წარსულს გადახსენებთ, როდესაც 90-იანი წლების გასამართთან 90-91 წლებში საქართველოში ქართველებმა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თაოსნობით იუახციეთ იმას, რომ გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა. ბოლო 91 წლის ბოლოს საბჭოთა კავშირმა, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტმა არსებობა შეწყვეტა. ეს უნდა გითხრათ, თათ ჩვენი ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის, ქართველი ერის და სხვა საბჭოთა კავშირის შემავალი სხვა რესპუბლიკების არსებული ეგეთი მოძრაობის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მიღწევა არ გახდათ. ეს იყო გადაწყვეტილება მიღებული ზემო ვერტიკალში, ყველა თავში მყოფ პოლიტიკური ნომენკლატურის მიერ. საბჭოთა კავშირი უნდა დაშლილიყო. მარტივად. ამის ავტორები იყვნენ კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელობა. სხვა სიტყვებით, აი მსახურალი დედამიწისეული ადამიანის მტრის მიერ შექმნილი ესეთი ორგანიზაცია, ოდიოზური, ყველა მიცის, ყველა ინტერნეტ სივრცეში
ხშირად ხმარობენ ამ სიტყვებს, მაგრამ ეს ერთი სიტყვა არ არის, თავისუფალი ქრისტიანები, იგივე კალათოზები, ვისვათ ფრიმასონები. ეს ერთი ორგანიზაცია მარტივად ეს სატანისტური, გნოსტიკური შეფერილობის ეს მრავალი ორგანიზაცია, რომელსაც ერთი ხელი მართავს, ეს არის ბიბლიურ წყაროში. όταν მოსულე მარტივად ღვთისმშობლის თავი, იშმაკი და სატანი. ამას ორი თავს, წითელი და შავი. წითლები იყვნენ ეს კომუნისტური პარტია თავის მარქსისტული, ლენინის იდეოლოგია. და ამათ გადაწყვეტეს საბჭოთა კავშირის დაშლა. რათა თავიანთი მთავარი მიზნისკენ დამიჯი გადაედგათ. და ეს მიზანი გახდა შემდგომი, რომ სოფლიოში უნდა იყოს ერთმართველობა, დედამიწა, ერთი სახელმწიფო, ერთი მეფე, ერთი გაერთიანებული რელიგიების პატრიარქი. აი ამ პროცესებში ვართ ჩვენ უკვე ჩართული ყველა. ჩვენ ქართულობას არ გვაპატია კოლექტიურმა დასავლეთმა და არაპატია პირველ ყოვლისა ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას ჩვენ ქართველებს ის რომ ჩვენ თავი ჩვენად გვეყუდნის. ვინაიდან იმხნად არჩეულმა კანონიერებმა პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომელიც სადღესწრო აღმოჩნდა არა მარტო მისთვის, უცხოურად უზრუნველყოფს გამსახურდიას, არამედ მთლიან ქართველებს. მალყა შემდეგი რომ წყობა ჩვენ არ ვეხებით, წყობა რჩება სახელმწიფო კაპიტალებს. სახელმწიფო კაპიტალებს ესე იგი ნიშნავს კაპიტალი ნიშნავს საკუთრების ფორმას, ესე იგი კონებას და განსაკუთრებულზე კანონიერ დეფინირებულ აი ამ ცნებას, რომელიც ყოველში რაღაც ესყობილება აღმოჩნდა ქვეყანაში. სახელმწიფო კაპიტალიზმი ნიშნავს სახელმწიფო საკუთრებას, რაც იგივე მეორენაირად, იგივე სოციალისტური წყობაა. იმ მონოპოლარზე, რაც ჰქონდა მაშინდელ საბჭოთა კავშირს, ქართველი ერი უარს არ ამბობდა. აი ეს ვერ აპატიეს, ვერ გამსახურდიას, ეს ვერ აუაპატიეს ჩვენ ქართველებს. ვინმე უაპატია შიდა აგენტურა, მეხუთე, ეხლა კიდე მეხუთე ეგრეთ წოდებული გამყიდველების კოლონიას მოხვა მეექვსე, მეშვიდე და უკვე სადაც არის მერვე შემოაბიჯებს ცხოვრებაში. ცხოვრებაში გულისხმობ ადამიანებს, იმიტომ რომ როგორც თაობების ცვლა მიმდინარეობს. სწორედაც იმ შავნელმა ძალებმა, რომელზეც პატივცემული ბატონის ვერგანსოგული ამბობდა, ეს ძალები იყვნენ იმ წყობაში გამოყვანილი სპეცლაბორატორიაში გამოყვანილი ვირთხები, ეგრეთ წოდებული საქმოსა დელეცები, რომლებსაც სწორედაც მიზნად ჰქონდათ დასახული, რომ დაესაკუთრებინათ, დასაკუთრებული ჰქონდათ აი საბჭოთა გეომეორით გამომდინარე ეს ქონება, რომლის გაფორმებას სურდა. ამიტომ ვერ პატეოდეს, ვერ გავსოფლდეს სამსულის კეთებას. ვერ აპატიეს. და მოხდა მე პრივატიზირება. მარტივად ქართველებს ჩამოყართოს ყველაფერზე საკუთრების უფლება. და წყალი მიწაზე ამისეული, მისი უდიდებულესობა ქართველი არის საკუთრება გახდა. მართალია იქ ერთი განსაზღვრება დეფინიცია იყო კონსტიტუციაში, ეს არის სახალხო ხალხის საკუთრება. ხალხის მაგივრად უნდა განსაზღვრულიყო ჩვენს კონსტიტუციით, რომ ქართველი ერის საკუთრება. დიახ, აი ეს ვერ აუაპატიეს ჩვენ. და მოხდა ის, რაც მოხდა. ეს რაც შიგნით ეხება, რაც შიდა პოლიტიკას ეხება. ხოლო მთავარი რაც იყო, ეს იყო, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკური გადანაწილება გავლენების. კავკასია არის გეოპოლიტიკური
მაგალითად სამხედრო კუთხით ძალიან დათურთული რეგიონი და ჯერ კიდევ უინსტონ ჩერჩილი ამბობდა მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე და მარტივად კერა არის კავკასია. ეს მისი პროგნოზია, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ მაშინდელმა მმართველებმა ანალიზს აკეთებდნენ, ანალიზი აკეთებდნენ ყოველთვის დიდ სახელმწიფოებში და ისეთ სახელმწიფო როგორც დაუშვათ ჩვენ საქართველოს გახლავთ დარწმუნებული ბრძანდებოდით, რომ ასეთი ანალიზები ჩვენთანაც კეთდება. რაოდენ მცირე რესურსი არ უნდა გაგვაჩნდეს ჩვენ. ამ კუთხით, გონებრივი, ინტელექტუალური კუთხით, ქართველები ძალიან ბევრს უსწრებს. ძალიან ბევრ ერთს, ძალიან ბევრ ერთს სახელმწიფოს უსწრებს ამ კუთხით წინ. უბრალოდ ეს ჩვენს ყოფაში არ აისახება. მიზეზთა გამო. იმიტომ რომ ასეთი ცხოვრება მოგვიყვება ჩვენ, ესეთი რეჟიმია. მარტივ დრაკონული რეჟიმი ქართველების მიმართ. და დრაკონული რეჟიმი რო არის, ამის ნათელი მაგალითი არის, ეს დრაკონული რეჟიმი ახლა ამ ხელისუფლების კი არის, ეს არის 35 წელია აი ამ რეჟიმის ხელში. აპრობილი არის ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო. თავისუფლებული უცხო გარე ძალების მიერ ის კანონები, იმ ცხოვრების წესით, იმ იდეოლოგიით, რითაც ქართველს აქ უკვე აღარ გაესაძლისება, ვეღარ უსწრებს ყოფნას და დემოგრაფიული სურათმა ნათლად ყო ჩვენმა დემოგრაფიულმა სურათმა გასაცახლავება. ქართულობა გასულია საქართველოს. დატოვებული აქვს ქვეყანა, სამშობლო და ჩვენ ცოტა ხანში სულ რაღაც 10 წელიწადში უმცირესობაში აღმოჩნდება. ეთნიკურ უმცირესობაში. და მე ალბათ დაისვერა და გასვლის არის, რომ რატომ უნდა იყოს საქართველო. ჩვენ სახელმწიფოს. რატომ უნდა იყოს სახელმწიფო ენა ქართული. და რატო არ უნდა იყოს ჯერ დაიწყებენ მეგრულ ენაზე, თურმე მეგრული ენა, სვანური ენა, როგორც ქართული ენა. და არიან გაცხელებული თავის ადამიანები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, რომ სკოლებში ჩვენ ყველა დავნერგოთ სწავლება მეგრული ენის სვანური ენასთან ერთად. ეს კიდევ უფრო მეტად გახლის სულიერ სხეულს ქართული ენისას, ამას დიდად ყურადღებას არ აქცევენ, რომ მათ თავიანთი წარმოდგენები ავადმყოფურ გონებაში აქვთ ეგეთი არგუმენტები, რომ ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული შემონახულია მეგრულ დიალექტს და სვანურ დიალექტს, მაგრამ ისინი აი ამ დეფინიცია განსაზღვრებასთან მიმართებაში, რომ ესენი არიან დიალექტები, ქართული, ერთი არის ქართული ენებისა და ენისა, დიდად არ მოსწონთ. მათ უნდათ ენის სტატუსი. ერთი ლოგიკური კითხვა. ესე იგი სკოლაში ავიღოთ ისეთი დისციპლინა, როგორც არის ისტორია, ხო? ესე იგი პირველი პარაგრაფი ბავშვმა ისწავლოს, რომელიც სწავლებას, ისტორიის სწავლებას იწყებს მეოთხე კლასიდან დაწყება ბავშვი. სკოლის მოსწავლე. პირველი პარაგრაფი ისწავლოს მეგრულად, მეორე პარაგრაფი ისწავლოს სვანურად და მესამე პარაგრაფი ისწავლოს ქართულად. ხო ხვდებით, რას გავაუკეთებთ ჩვენს მომავალს. მაგრამ ესეთი აზრები არსებობს. და ეს იმ ფონზე, როდესაც ესეთი კატასტროფული მომავალია. მთლიანად ეს. ითხარით, რომ ჩვენ დაგვაყენეს იუდას და ბარაბას გზაზე, სრულიად სიტყვის მნიშვნელობით, თუმცა თავისი არსით ბარაბა განსხვავდება იუდასაგან, მაგრამ საბოლოო ანგარიში ორივეს ეს გზა, რაც მათ განვიეს და სახარებიდან ვიცით, ყველამ ვიცით, არის სიკვდილის გზა. ბოლოს შემდეგი არის სიკვდილი. ღმერთის უარყოფით მივდივართ ჩვენ სიკვდილთან. ჯერ ხორციელად, ჯერ ამ შემთხვევაში სულიერ სიკვდილთან და მერე ხორციელ სიკვდილთან. ფიზიკურ სიკვდილთან. და ეს არის სწორედაც
ასეთად საკითხის დასმა ერის პირველი ნიშანი, რომ ერის სულში უნდა მოგვიდეს. და ის ლამაზი იდეები, რომ თურმე კი ბატონო არსებობს მეგობრებისა და სვანოში ის არქაული ფორმები, ის სიტყვები, მაგრამ ერთი არგუმენტი, კონტრარგუმენტი გვაქვს ჩვენ ქართულს და დანარჩენი ვინც არ ვართ ეთნიკურად მიგრირებული. ეს ჰაგიოგრაფია მართალია დღეს განათლების სამინისტროს მიერ ამოღებულია და ჰიმნოგრაფია სწავლებიდან სკოლებში. მაგრამ კარგად ვიცით ჩვენ ყველა, როდესაც ვსწავლობთ, რომ ჰაგიოგრაფიული ისეთი ნაწარმოებები, როგორც არის იაკობ წუწევაძის შუშაკის სწავლება, იმ სახელმძღვანელოში ქვემოთ სკოლებში იწერა ყოველი სიტყვის განმარტება. დაახლოებით მინიმუმ ალბათ 30-35, 40%, ზოგჯერ 45% გვერდზე ბავშვმა იმ სიტყვების მნიშვნელობა არ იცოდა. იმიტომ რომ ძველ ქართულად დაწერილი ეს ძეგლები ნაწარმოებები შეიცავს ძველ ქართულ სიტყვებს. თავის დროზე სულხან საბა ორბელიანმა განმარტებითი ლექსიკონის კი ამიტომ შექმნა. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ენაში შემოიჭრება სხვა ერების და ენების გავლენა და ამას სჭირდება ისევ კულტურულად, ესე იგი მუშაობა ამ კუთხით. ეს არ გვაძლევს იმ საფუძველს, რომ ჩვენ დავყვეთ ახლა აზრს და ერი გავხლიჩოთ სულიერად. დიახ, უნდა შენახული იყოს, მაგრამ ესეთ რადიკალური ზომებით, იმიტომ რომ თუ ენაა, მაშინ ერი განმარტება, ერის განმარტებაში არის ძალიან განსაზღვრებაში ძალიან სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი. ტერიტორიაზე, რომელ ტერიტორიაზე ერთი ეთნოსი ცხოვრობს, უნდა საუბრობდეს ერთ ენაზე, ერთ ტერიტორიაზე ცხოვრობდეს და უნდა გააჩნდეს სახელმწიფოებრიობა. და გააცნოთ მე მინიმუმ 6 საუკუნე საქართველოს სამთავრო სამეფოები, როცა ერთიანი საქართველოს მოიშალა, დაახლოებით 6 საუკუნე არსებობდა. და თუ კიდევ ბაგრატიონების მოსვლამდე პერიოდს გავიგებთ, ბურუაკულს, იქაც საკმაოდ არის საქართველოს დაკუცმაცებული სამთავრო სამეფოები. ამ გაგებით, ესე იგი, ხუმრობით ვამბობდნენ ჩვენი ძმები, მარგალი კოჩები, ვიში სოფლ ნაციო და გრუზინი და მიიღებიო, ხო? ნუ ესე იგი, ესენი ნაციაა, მორჩა. არაფერს საერთო არაა ქართული ერთა. როგორც თავის დროზე ლაზებმა პროტურკული ორიენტაცია რომ განიცადეს, თავს მოაერთვა ორჯერ მანამდე ბიზანტიის იმპერიის, ამ დიდი შეცდომა იყო დაშუქებული თამარის დროს. მანამდეც ელინისტურ ხანაში ეს ეგრეთ წოდებული დორიელები, რომლებიც მოთრეულები მეტაშუა ზღვის აუზში აღმოსავლეთ, შორეულ აღმოსავლეთ, ინდოეთის სამხრეთიდან აი ეს დორიელები, რომლებსაც ჩვენ ბერძნების სახელებით, ელინების სახელებით ვიცნობთ, დაახლოებით ძველ წელიწადში მე-14 საუკუნეში, რომლებიც შეჭამეს იქ ადგილობრივი აბორიგენი კულტურა და ამ აბორიგენი კულტურის ნაშთი შემორჩა კაბადოკიაში, შემდგომ აი ამ ტაოკლარჯეთში, ლაზების საფრთხე და ქართველების საფრთხე. და აი ამ ლაზებს ყოველთვის ლაზები ყოველთვის ჭანები და ეს ლაზები ზანები განიცდიდნენ შევიწროებას ყოველთვის გადამთიელებისაგან. შემდგომ ეს პრობლემა ბიზანტიელმა იყო და ის ყოველთვის გროვდა და ბიზანტია კიდე ჩაანაცვლა ოსმალო თურქის იმპერიამ. და დღეს ლაზს ვერ გააგონებთ, რომ ის ქართველია. ის ამბობს, რომ წვისწვრო ქართლის ლაზი. ეს ჩვენ სახელმწიფოში გვინდა მივიღოთ ლაზების ბნაირი პრობლემა? არა ტაოკლარჯეთი მეფის იმპერია მიუხედავად ტრაქტატის გადახევისა თავზე რომ გადაგვაქვს პავლე პირველმა ვითომ რომანოვმა
წინამძღოლში გოლშტეინ-გოტორსკი, რომელსაც რუსებთან საერთო არაფერი არ გააჩნდა, რომელმაც ძალიან ცუდად დაამთავრა თავისი სიცოცხლე. გადაგვიხია ეს ტრაქტატი. დაუკლარჯეთი შემოერთებული იყო. დაუკლარჯეთი იყო საქართველოს ამ შემთხვევაში მეფის რუსეთის და შედიოდა ქუთაისის გუბერნიის გამგებლობაში. და ეს მოხდა 1977-78 წელს. 1918 წლამდე, სანამ პირველი მსოფლიო ომი არ დამთავრდა. აი ესეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ ჩვენ ამ კუთხით. ეხლა მე მეუბრუნდები და ვთქვი პირდაპირ ქართულ ოცნებას და მის ხელისუფლებას და ამ მესვე. მესმის ძალიან კარგად მესმის. დიდი წნეხის ქვეშ იყო ქვეყანა, ამ შემთხვევაში თქვენც, მაგრამ დადგა დრო და ჟამი, როდესაც ძირფესვიანად უნდა იქნეს გადახედული განათლების პოლიტიკა, განათლების სამინისტროში. ვიღაცა მურღულიები და მსგავსი საეჭვო ელემენტის სოფხედულობით და თავისი ცხოვრების წესით და ნირით ადამიანები უნდა ჩამოაშოროთ განათლებას. და ვიღაცა იზორიები კიდე. იმიტომ რომ პირველ ყოვლისა ჯერ საქართველოში დამოუკიდებელი ტელევიზიები არ არსებობს, ეს არის დამოუკიდებელი აგენტურული ერთეული ორგანიზაციები, ინფორმაციული სადგურები დეზინფორმაციისთვის ერში შხამბალღამის გასაშრობად და დასანგრევად გამიჟღერა. ასეთივე მიზანმიმართული სადაზვერვო დივერსიული მოქმედებას ეწევა დღემდე განათლების სამინისტროში ეს ორგანიზაციები სოროსის ფონდისგან და აი ამ მისი მსგავსი ფონდებისგან მართვადი USAID-ის და ასე შემდეგ, რომლებიც ყრნიან ქართულ ახალგაზრდობას. და ისინი ამხედრებენ მშობლების წინაშე და ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც აი ეს განვლილი წინაწელი. გადრეში იყო ჩვენი ქვეყანა. აგერ არის სვანეთის უბანი ჩვენს არსენალს ვეზარდით ეხლა ეგრეთ წოდებული ტელევიზიის უნივერსიტეტი. ალბათონი ჟიჟი არის იქ პროფესორი. რომელიც შხამბალღამის მეც არაფერს არ აკეთებს. ყრის თაობას უკეთებს, უკიჟინებს, რომ კარგია თურმე უნდა მოციო, კარგია ესე იგი ცხოვრება და ასე შემდეგ და მე ესეთი გამოგრუებული ბავშვებს იყენებენ. ჩვენ წინააღმდეგ ქართველი ერის წინააღმდეგ, ინტერესის წინააღმდეგ გამოყავთ და რასაც უნდა სახორცეს, საზარბაზნე ხორცად იყენებენ. მოკლედ გასაკეთებელია პირდაპირ ჩასატარებელია რეფორმები და სასწრაფო გზით. დიახ, ჩვენ გვაქვს არა უკვე თერაპიის და წამლებით კურნალობის ესე თერაპია რო ჩავატაროთ, არამედ პირდაპირ ქირურგიული სკალპელით უნდა მოხდეს განათლების სისტემაში ჩარევა. ოპერაცია. ქირურგიული ოპერაცია. იმიტომ რომ ეს სიმსივნე რომ არ გავცელდეს მთლიან ორგანიზმში და სიმტესაზე საკმაოდ არის გასული და ამის ნათელი მაგალითია. ზორომტრიალი იყო, რომელიც მოქმედი პირველი პირები იყვნენ ეს ჩვენი შვილების თავი. აი ესე გასაკეთებია. ესე. მეორე, ტელევიზია. აუცილებლად უნდა იქნეს ეს ტელევიზია. მიშა სააკაშვილი წინა რეჟიმი რომ მოვიდა და რო დახურა ყველა ტელევიზია. და თავისი რო დატოვა ის რამე. აკუბარდიას კანტორა რო დატოვა. დღეს რო აკუბარდია, რო დღეს რო გავლურინა, რო აკუბარდია თურმე მიშას მომხდა. აი მაგიტომ დატოვა. უნდა გაჩერდება პოლიტიკურ პარტია ორგანიზაცია. ესე მე რო ჩამედინა ესე ჩვენ პარტია ჩამედინა, გონია ჩვენ გვაყავდა და ვეკითხები ჩვენს მენელებს ყოველდღიურ მაღლობებს. იმის 100000-ს გვაპატიებდა არსებული კანონით
ხელისუფალი, იმიტომ რომ რატომ უნდა გაპატრიოს კაცო? დააშავე უნას ღო. მაგრამ ჩვენ ქართველების ინტერესებიდან რო გამოვართ, ჩვენ არავინ არ აქვს პატრონი ერთი ღმერთისგან. ქართველებს. ამიტომ ჩვენ ადვილად გაგვისწორდებოდნენ. რა თქოს, წინარე ასევე პერიოდში ნანახი ჩვენი თვალით დანახი ქართველების მიმართ ანგარიშწორება, რომელსაც აღსურდა სოდომური დროშებით ამ აღლუმების ჩატარება. კიდევ კარგი მთავრობამ საკანონმდებლო ინიციატივით გამოიყენა თავისი უფლება და გამოითხოვა ეს ტოლერანტობის კანონები და მე ვფიქრობ, ის ახალგაზრდები, ვინც ამ უგრით იქნება დაჭერილები და პასუხისმგებლობაში მცემულები, ისინი ყველა უნდა გათავისუფლდნენ. გათავისუფლდნენ და კომპენსაციაც უნდა გადაუხადოს თავად. ასე ჩვენ ხო არ ვიცით, რომ თქვენი ჯიბიდან და თქვენი ხელფასიდან გადაიყავით. ჩვენ გადავხადეთ ეს კომპენსაციას, მაგ ახალგაზრდებს. იმ კურნალობისას, რაც იმ სტრესი გაიგებს. ჯერ ჩვენ ვარ გადახდელები თუ ბურჟუაზიასთან და იმას ემიგრება, რა საკითხია და კაპიტალისტურ ცხოვრებაში. ჩვენ ვარ გადახდელები ქართველიერი ვირთით ყველაფერზე გადასახდელს. ეს თავობა ხართ ჩვენ მიერ დაქირავებული. მაგრამ საქმე იმაში, ხო ისაკურებია, ოღ ეს პოლიტიკა. ბატონ აკაკი ჯორჯაძის ქონდა ეგეთი წევრი, ოღ ეს პოლიტიკა. და ამ შინაარსი არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფურად საქმე. შინაარსი გამოვარავს შემდეგში. მარტივად ვითომ მის შეცინ უფლებებს იცავს, ის თავის ინტერესებს იცავს პირველ ყოვლისა. ვინ არის პარლამენტში საკანონმდებლო ხელისუფლებაში წარმოდგენილი? 54 ოფიციალური მილიონერი. რატომ მოვიდა მილიონერს რატო დაჭერდა? იმიტომ რომ ერენდობა უკვე პოლიტიკოს და ის თავის ინტერესს აცავს. ესე იგი დოლარი გამყარდა და ფასი რა ქვია მარკეტებში იგივე ადრე მაღაზიები იყო, პროდუქცია არ დაიწია. ეს არ არის. თურმე აღმოჩნდა თვითონ მე ადრეს მithmos და ეხლაც გავიმეორებ ქართული ერის ინტერესი დაეთქვა ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინტერესი. და სხვათა შორის მადლობა ამ შემთხვევაში ქართულ ოცნებას, რომ დაუჯერა თავის ლიდერს და დააყვა მის ბნებას და ჩვენ იმ ომში და დავიდარებაში არ გავყოფინა თავი. მაგრამ თვითონაც დააფეთქდნენ და მიხვდნენ, რომ ამ ომში თუ ამერიკას დააყვებოდნენ, მაშინ აქ იქნებოდა სერიოზული ქაოსი. რუსია არ დააყოვნებდა და შემოიყვანდა თავის ტანკებს თავის საჯარისო ნაწილებს. და ამ დროს ეს ხალხი ქართულს გულისხმობს. დაერგერეოდათ თქვენ. აი ამიტომაც არ დააკეთეთ და ამიტომაც დაყევით ბატონ ბიძინას ლებას. აი ამ ბურჟუებმა, რა. ბანდიტებმა, რომლებიც ქონება კანონიერი გზით კი არ მოიპოვებდათ, ახლა რომ ბიზნესმენები დაგავთ, წარმოდგენილი. თქვენ ახლა ბანდიტები, მეტი არ არის. კაცის ყოლები თანაც. იმიტომ რომ ბანდიტიზმი მაგ უკანასკნელის რასაც ქვია კაცის ყოლა, სისხლის ყოლა არ არსებობს. თურმე აღმოჩნდა, რომ ამის 12-13 წელია ალბათ ოქტომბერში შესრულდება 13 წლის მმართველობაში აი ამ ჩინოვნიკურმა აპარატმა ქართულ ოცნებას ამოფარებულმა, რომელშიც იყო 80% სპორტირებული ნაციონალური მოძრაობის წევრი ამერიკის ჩაგონებით, იმიტომ რომ სხვა გასაკეთს იმ დროს ამცვლელებს არ აძლევდნენ ბატონ ბიძინას. აი ამ ადამიანებმა დაიკარგეს ზოგმა მილიარდი, ზოგმა 800 მილიონი, ზოგმა 300, ზოგმა 500, ზოგმა 100, ზოგმა 10 და ასე შემდეგ. და ამას აქვს საკმაოდ მასიური ხასიათი. ხდება ახლა ამ საკითხების მუშაობა ხელისუფლების მიერ ძალიან ბევრი საქმეა აღზრული. მაგრამ ერთი რა. ესე იგი თურმე ეს ქონება უნდა ჩვენ მოყვანოს. ხო, ფაქტია, რომ მოყვანოს. ხოდა კეთილი უნდა ინებოთ პატიცემულებმა, რომ ამ ქონებას რო დააბრუნებინეთ 10 მილიონი ვინც მოიპარა 100,000-იც არ უნდა დაუტოვოთ. 100
100 მილიონი ვინც მოიპარა, 10 მილიონი კი არა, 1 მილიონის არ უნდა დაუთმო. და ესენი უნდა გაუშვათ თქვენ თუ მინდა ქართველების როგორც ფიზიკური და ასევე სულიერი ჯანმრთელობა, აი პროგრამებში, რომ ეს უკმაყოფილება თქვენს მიმართ შეწყდეს. და მე დარწმუნებული ვარ, ქართულ ოცნებაში, მმართველობაში, მის ხელმძღვანელობაში არსებობს საკმაოდ გონიერი, ჯანსაღი ქართულად მოაზროვნე ეროვნული ძალა. პიროვნებებში განვითარებული. რომლებიც რასაც მე ვიზახი, გულს არ უნდა თეთრ. უნდა დაუბრუნდეს ხალხს როგორც ისე, რომ ქვეყანა მოვიდეს წესრიგში. ამ შემთხვევაში ვიზეც მე პერსონიფიცირებას ვაკეთებ, ამ შემთხვევაში ეს გენი გახლავთ. ვინმეს გეწყინოთ და ვინმეს კიდე გეტყინოთ, ვერც ალბათ გავუხარდეს, ვინც მართლაც ერთგული კაცია და მართლაც წესიერი კაცია. ეს არის პები. ჩვენი დღევანდელი პრემიერი გახლავთ. მაგრამ ეს რადიკალური, ესეთი ზომები არის სასწრაფოდ მისაღები. გავუბრუნდები კიდევ პოლიტიკოსებს. 6 თვიანი და 8 თვიანი იმებით რო არიან დღეს დაკავებულები და პასუხისგებაში მიცემულები, ეს ეგრეთ წოდებული ხროვა, ნაცხროვა. მაგათ ჯერ ერთი აქვს ჩადენილი სახელმწიფო გადატრიალებების ცდილობა სახეზე. მეორე, არაერთი ღალატის მუხლი. ხო მიიღეთ ღალატის მუხლი. ესენი უნდა გაასამართლოს, საქმე გამოძიებული იქნეს და სამართლებრივად უნდა მიცემული იქნება პასუხისმგებლობაში, როგორც სამშობლოს მოღალატეები და სახელმწიფო გადატრიალების ინიციატორი. აი ამ მუხლით უნდა გასამართლოს. და არა იმიტომ, რომ რა ქვია, იმ კომისიაზე, საპარლამენტო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაეკისრათ ეს პასუხისმგებლობა, იურიდიულ სამართლებრივად. ესეთი პარტიები უნდა გაუქმდეს. და პარტიების გაუქმება თურმე რო ხელგეწიფება და აღარ ადგილს არტიკოს ბიჭები. შეიძლება იმათ გადაამლაშეს და ვფიქრობ გადაამლაშეს კიდევაც. გულისხმობ ახალ კონსერვატორებს. მაგრამ ესე იგი თუ ერთ პარტიაზე შეიძლება გაკეთო, მაგრამ ექსტრემისტულ პარტიაზე არ აქვს შესაძლებლობა. იმიტომ რომ თურმე ევროკავშირი ამ დროს თითს დაგვიქნებ. ხო თქვით თქვენ ბატონო ძვირფასო ხელისუფლება, რომ 2028-30 წლამდე სანამ თქვენ არ გახსნით დიალოგის კარს, სასამართლო კარს, ჩვენ ვწყვეტ თქვენთან ურთიერთობას. ეხლა ძაღლებივით რო იწევენ ამ ადგილობრივ არჩევნებზე ევროპარლამენტარები დამკვირვებლების სტატუსი მოგვეცენ და დავესწროთ ჩვენ გვინდა, არ იცით. იმიტომ რომ მაგათ ისეთი დებულებები მიიღეს იქ, რომ თქვენ ხართ უკანონოები და ასე შემდეგ და მარტივად ბევრმა ჩვენმა და თქვენმა მომხრეებმაც არ იციან იმის შესახებ, რომ რეები ჩაწერეს რა რეზოლუციები დაადეს საქართველოს. ამ ჩვენმა პარტნიორმა ევროკავშირმა. რომ იმუქრებიან SWIFT-დან ამ SWIFT-ი ხო იცით ეს აქედან ინტერნეტით ბაჩონი სახელმწიფო თუ საკრედიტო ბარათებით რომ ყიდულობ ამერიკაში თუ ტაივანში რაღაცა ნიუზა შენ მოგდის, ამას ამ SWIFT-დან ამოწვა იმას ნიშნავს, რომ შენ ვერაფერს ვერ გააკეთებ ქართულად. რაც გაუკეთეს რუსეთის ფედერაციას. დაასანქციონეს ბატონი ბიძინა ივანიშვილი. და ასევე დაასანქციონეს მრავალი ხელისუფლო შტოს წარმომადგენელი, მაღალჩინოს და დაბალჩინოს. პოლიციელები უშიშროების თანამშრომლები. პერსონალობის თანამშრომლები, ჯარის ოფიცერი. ვინც ერთგულად დგას ქართველების ინტერესების სადარაჯოს. აი ესენი დაასანქციონეს. მარტივად 12 წლის წინ და 13 ეს ხო შეცდო. ყველას თქვენი ერთობლივი შეცდო. რომ პირდაპირ გეტყვათ. აი როდესაც უკვე მოგიყვანეს და უკვე მოხვედით რა. რა თქმა უნდა, ცვლილება უნდა ჩვენ აღარ მინდოდა მიშას რეჟიმში ცხოვრება. მაშინაც უნდა დაგეშვათ საკითხი, როდესაც ეს საუბრები წავიდა. კულუარებში, ესე იგი, მუქარების და შანტაჟების და ასე შემდეგ, ინსინუაციების რო ქონდა ადგილი თქვენს თავს.
თქვენს კაბინეტებში. მასე მოიქცევით, ჩვენ დაგვალებით, რომ ჩვენი ქვეყანა დავალოთ ისე როგორც ჩვენ გსურს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენთან გავწყოთ კავშირს და წავალთ აკეთებს, იმიტომ რომ ხო ისედაც ისინი გაშანტაჟებენ დაგაბრალებთ, რომ დაგაბრალებთ იმას, რომ რუსები ხართ, თქვენ პრორუსული ძალა. ეთქვა, დიახ, მე რა, თქვენთან არ გამოვდის, სწავლათ რუსები. კიდევ ამბობ, შეცდომა იყო დაშვებული, როდესაც სერგეი ლავროვმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა სხვადასხვა თბილისელმა კაცმა ჯერ თქვა აფხაზეთთან მიმართებაში ეს ოდესაც შეუწყვეტეს იქ დაფინანსება აფხაზებს ფინანსური ინიექციები არ მიაწოდეს ფინანსები არ მიაწოდეს მე თვითონ ვლადიმერ პუტინმა თქვა რომ დაიწყეთ მოლაპარაკება თქვენ მაინც დაჩადებით ისეთ პოზიციაში იცი რა ივაში მინაში ივა მე რას შეჭერს ის ევროპა გაწყვეტა რომ ჩემს გარეშე რუსად დაედგა ის იმას შენი სიკვდილი კიდევ მე იმათ უნდა ჩვენი სიკვდილი საერთოდ უნდა გადაწყვეტო კავშირი და წარმოვიდგინეთ თქვენ რამხელა შანსი იყო რომ აფხაზეთი და სოხუმი და ცხინვალის რეგიონი ისე უმტკინებლად დაბრუნებული იყო და რამხელა დიდი ღვაწლი იქნებოდა ამ საქმეში ბატონ ბიძინა ევროპაში. ამ შემთხვევაში პრემია ყოფა. მაგრამ აი ამ ხროვა ქართულ ოცნებაში დაბარულებულმა მეხუთე კი არა უკვე მეშვიდე და მერვე კოლონა ეს პორტირებულმა ნაცემმა ეს არ გაგაკეთებინეს. მაგრამ დაიწყეთ წმენდა თვითონ თქვენ პარტიაში. დამის საფუძვლები გაქვთ იურიდიულ სამართლებში. ღალატის საფუძვლები. თორე აგერ კირიენკო თავის დროზე ვლადიმერ პუტინის მთავრობაში პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა აფხაზეთიდან სოხუმელი ებრაელია ურია. ეხლა ფინანსისტი ბანკირი თუ 1000 რაღაცა აი ჩაულებრივ ურიულ საქმეს აკეთებს სიონისტების საქმეს აკეთებს რუსეთის ფედერაციაში. და რუსეთის ფედერაცია თქვა კარგად არ აქვს. გამოგზავნა კირიენკო როდესაც ესეთი ინერტულობა და პასიურობა შექმნა ქართულ მხარეს გამოგზავნა სოხუმში თავისი ყევერი ბანკირებით და ეხლა აპირებენ ამ იქ აშენებას საქმეა და მოწყობას. და ის აფხაზეთს იმ აფსუას სეპარატისტს საქმე იმას რომ მიიღებს თან იქ ისინი აფსუები საერთოდ როგორც ეს ჩერქეზული წარმოშობის ეს ხალხი ეთნოსი უკვე შეჭმულია 35%-იც არ აწყვეტს ეგრეთ წოდებული აფსუა ადიღე ეხლა მოვუბრუნდები რეგიონალურ პოლიტიკას. სომხეთი ძალიან ბევრს იღებდა თავის თავზე და ყოველთვის გწრობდა ქართულ სახელმწიფოს 1919 წელს ომიც კი გამოიცხადეს. ამის თბილისთან მოსულები მე რომ გადავყარეთ ბრიტანეთის საოკუპაციო ჯარები ჩამოიდგნენ ჯორჯ ლოიდი იყო მაშინ პრემიერ-მინისტრი და ლორენს მაზრა წაგვართვეს. თავში იმათ კარგად ჩამოვყავთ სომხეთს ფაშინიანის გამო, იმიტომ რომ სოროსელი გახდა მოიყვანეს ფაშინიანი როგორც სოროსის და ამერიკის აგენტი და იმ პოლიტიკით მიიღო შემდეგი სომხეთის სახელმწიფო რომ ყარაბაღი ეს მართალია აზერბაიჯანელების ტერიტორია და იურისდიქცია კუთიტოვეცი მოკლედ ომში წავიდა. ეხლა ამ ომის გამო ფაშინიანი და ილხამ ალიევი შეხვდნენ ირანში ერთმანეთს. და აზერბაიჯანი ამ დროს უკვე არჩევს თავის ნამდვილ სახეს ილხამ ალიევს გულისხმობ რომ ის იწვევს უკვე თურქეთის მხარეს თავის ტერიტორიაზე ბაზირების აძლევს თავის დროზე ისრაელს აძლევდა და იმიტომ იყო მერე ჩაფრენილი შაშა ირანის პრეზიდენტი ილხამ ალიევთან და უკანონმდებლობა ააფეთქეს, მაგრამ ირანი ძალიან დიდი პოლიტიკური კულტურის
მატარებელი ქვეყანა და სახელმწიფო და ეთნოსია და იმან თავი შეიკავა. თორემ დივერსია იყო აზერბაიჯანში მოწყობილი ეგ რადგან პრეზიდენტი მოუწეს. ეხლა იქ მიიღეს, მაგრამ აქ გამოიკვეთა შემდეგი, რომ ირანი, რომელიც აჩერებდა აი ამ დაპირისპირების ზანგეზურის ესეთი უღელტეხილია და აქ ამაზე საუბარი რათა აქ გეოპოლიტიკურად სამხედროდ ვინ იყოს იქ პრიორიტეტი და ვინ არა და ირანი და თურქეთი დღემდე პოლიტიკური ოპონენტები არიან, მოწინააღმდეგეები არიან. ირანში კიდევ არსებობს ჩრდილოეთ აზერბაიჯანი, სადაც ეთნიკურად დაახლოებით 12-16 მილიონი ეთნიკურად აზერბაიჯანის ცხოვრობს, აზერბაიჯანი. და სულ ახლა მას ჩვენ ვიყავთ შევწე იმისა, რომ ირანზე ატომური ბირთვული არ არის იერიშის ბრიტანეთის შემთხვევაში აქ მოხდებოდა დიდი ატომობები. იმიტომ რომ პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა პირდაპირ ხარს აძლევდა და ხარს უჭერდნენ და დაეხმარებოდნენ ამ ატომს და ისრაელი არ იქნება. ასევე რუსეთი პირველად რა თქმა უნდა პასიურობდა ამ კუთხით, მაგრამ ჩინეთის პოზიცია, ხაცმა და ასეთმა პოზიციამ ეს ომი გააჩინა და არა ტრამპმა. კიდევ ქართული ოცნების შეთქმულის შეცდომა იყო ტრამპთან ესეთი იმედ ძალიან ფუჭი იმედების მქონე. და ეს უნდა აღიაროთ. ტრამპი ისეთივე იმპერიალისტია, ისეთივე სიონისტია, როგორც წინარე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი. მას არაფრად არ ადარდებს ქართველები და ეს დანიგანის ეს ტუტმუცანა დედაკაცის აი როლის თვითონ თოკი არ უნდა წასულიყო. თვითონ ჩვენ ხარეს უნდა გაეკეთებინა ჩვენს სახელმწიფოს პერსონალურ გრატად უნდა გამოეცხადებინა ეს ტუტმუცანა დედაკაცი ეს. იმის გულისთვის რომ შეურაცხყოფას აყენებდა ქართულ ხარეს. აი ეს არის მისაღები და უნდა მიიღოთ რასაც გეუბნები. იმიტომ რომ როცა გლანძღავს ჩემ პრემიერს ამ შემთხვევაში სახელმწიფოს მეთაურს ესე იგი მე მლანძღავს ლაშქრს კაცო. ვიღაცა გადამთიელი. ამ შემთხვევაში ყველამ უნდა დაუჭიროს, თერა ქართულმა ოცნებამ უნდა დაუჭიროს ხარი ამ ადამიანს. იმიტომ რომ ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის. აი ეს არის პრინციპი, ეს არის სახელმწიფო, ეს არის ინტერესი. ქართველი ერთვის. მაგრამ ეს იყო შეცდომა. ახლა ვინც არ მუშაობს, ის შეცდომებს არ მუშაობს, გასაგებია. რაც მალე გამოსწორდება ყოველ დაშვებული შეცდომა, მით უკეთესია ყველასთვის. ყველასთვის. იმეორ. რაც შეეხება ჩვენ სამეზობლოში ძმათაყრელ რუსებს შორის ომი. აქ პირდაპირ გამოიკვეთა. ჯერ კიდევ ზიგნევ ზეჯისკი ამბობდა, რომ იქ მესამე ტაძარი, სადაც მასიახი უნდა დაждდეს, ეს არის ის ტერიტორია, რასაც ისრაელი. აი ამ ისრაელის ტერიტორიაზე თელ-ავივი არის დედაქალაქი და ტრამპმა გააკეთა ჯერ კიდევ რომელიც ეს თავის პრეზიდენტობის მმართველობაში იერუსალიმი ცნო დედაქალაქად ისრაელის. არა კონფლიქტის საკითხი. გაზასექტორ თელიანო. აი ჰენრი კისინჯერი ამბობდა ისრაელის სახელმწიფოს დღეები დათვლილია. მაგრამ ეს ებრაელის არის ეს ყველი ხასიდური წარმოშობის, იგივე ხაზარები არიან ტურანული მოდმის ხალხი, ეთნოსი. რომლებიც აი ტერიტორიაზე, რასაც მცირე რუსეთი ქვია, ბელარუსია ქვია და პოლონეთის ნაწილი ქვია, იქ სახლობდნენ. სადა ეს ხალხი ეს იქნა ჩავიდეს და ეხლა 15 თუ 20 მილიონამდეა დარჩენილი მცირე რუსეთში ეთნიკურად რუსი. ეხლა და შეცდომით თქვი ამ სახელმწიფოს მე მას ხახლანდიას ვეძახი, არანაირი სახელმწიფოებრივია, მას არ უნდა გააჩნდეს, მაგრამ სახელმწიფო უკრაინა ჭალებში რო ასე ითად იცნობს ყველა. ხო? ესე იგი, ეს 60 მილიონი მთელი მსოფლიოდან ურია უნდა ჩავიდეს აქ. და ახალი იერუსალიმი და ამას არ პირდაპირ ლაპარაკობ. მოეწონება ეს ამა, მოეწონება ეხლა ეს რუსულ სამხედრო ელიტას და რუსულ მმართველს.
გვერდზე გამოვიდა, როცა თვითონ რუსეთის ფედერაციას აი ეს პატივცემულები მართა. დიდი დავიდარების წინაშე. აზერბაიჯანიდან არის კიდეც ჩვენი საფრთხე თურქეთის ხელი. მაგათ უკეთ რო შეხედო, სომხეთი როდესაც დაუცვალ უკვე თათარს, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანელს, თორე ჩვენ თათრებს ვეძახთ თურქებს, ხალხს. ერთი ნახეთ, მათავიანთ ფერით აქვს შემოღობილი მთელი ამიერკავკასია, სამხრეთ კავკასია და ისეც. სომხეთის შემდეგ ჩვენი ჯერები. მაგრამ აქ საქმე იმაშია, რომ ილხამი გაბრიზღებული ეთქავს თავისი აზერბაიჯანელების ბოდიში არ ადარებს. იმიტომ რომ ის სიონისტია, ლახლუხა, ყევერია მარტო, ლახლუხა ყევერი. და გამოამჟღავნა და ისარგებლა ამ ვითარებად. ამ მასზე იმუშავა როგორც ამერიკამ და ისრაელმა, ასევე ბრიტანეთმა. იმიტომ რომ აგენტურა, 2-3 საუკუნოვანი აგენტურა აქვს კავკასიაში ბრიტანეთის სპეცსამსახურს. საიდუმლო სამსახურს. ნავთობზეა ყველაფერი. და ეს ის ნავთობია, რომელიც მიწიდან ამოდის და უნდა გითხრათ სახარებიდან და წმინდა წერილიდან, რომ მიწიდან ამომავალი არის ხესი, მსგავსი კრავის ისრავს მითაც ურჩხული. ვინც ფლობს ამ რესურსს, ენერგო რესურსს, რასაც ნავთობი გასიკვია, ის ფლობს მართვის პულს. და ამ პირველობისთვის არის ომი. სოფლიოში. და აქ ვართ მოყოლილი ჩვენ ქართველები. ერთი პატარა კორიდორი დარჩა აბრეშუმის გზაზე, სადაც ჩინეთის ეს ასე ვთქვია, საფონელი უნდა გადაადგილდეს და გავიდეს ევროპაში, ამერიკაში და ასე. სახმელებს უძღულის. იმიტომ რომ რუსეთის ფედერაციაში ვერ გადის, იმიტომ რომ ის აქცირებულია, იქიდან ვერ გავა და შემდეგ. ჩვენ ამბობს უნდა გამოვიყენოთ ეს ის. ყოველთვის გზასაყარისთან, 1000 წლების გასაყართან ხდებოდა ქართული სახელმწიფოების წინ წამოწევა და ჩვენი ინტერესების გადაღება. ჩვენ ამ პერიოდში ვიწევს ხოლმე. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გავხდეთ არც ერთ პოლიტიკურ სამხედრო ბლოკის წევრი. ეკონომიკურის კი ყველასთან უნდა ვითარდავშო. მაგრამ არავითარ შემთხვევაში სამხედრო პოლიტიკური წევრები არ უნდა გავხდეთ. ჩვენ უნდა გამოვაცხადოთ საქართველოს დამოუკიდებელი სუვერენულ სახელმწიფომ გამოვაცხადოთ ნეიტრალური პოზიცია განსაკუთრებულ სტატუსში. და ამაზე წამოსვლელია ამ შემთხვევაში როგორც ჩინეთი, ასევე რუსეთი და მე რა ამერიკას რო ეთქვი, კარგად გზარდებოდე რა სიტყვას რა. მე კი ვეღარ დაგიწყებს ესე მუშტებით და ესე ბიჭური რაღაც ლაპარაკს თვითონ მანერები რო აქვს ამ ტრამპს, იმიტომ ამ ვაკეთებ რა რომ ერთგვარად ვაშაშებ რა მაგის იმებს რა, პატარა კაცობას რა. მე რა დიდი იმპერიის ეგრე უნდა იქცეოდე, რა ქვია, ბაცანასამით რო იქცევა ტრამპი. ხო, ტრამპისა ჯო ბაიდენი საერთოდ მარაზმი იყო, მაგრამ მაგათი საქციელი ქართველებს მოგწონო. რა უჩვადობე. რა შევადაროთ რა. აი რა პიტაპირ რომ კიდე გიწყინოთ, კიდე გეთქინოთ. ჩვენი პრემიერის ქმედება. გამართული, მოზომილი, რომელი უფრო მოსაწონია, ასეთი საუბარი, ასეთი მოპყრობა, ურთიერთობა ადამიანებთან, გინა პოლიტიკოსთან და გინა უბრალო ადამიანთან, თუ მუშტების ღერება და რაღაც ძველბიჭური რაღაცა ხრემის თამაში და მუშტების ქნება და აპატიეტა კიდე დინება. და რა. მე მგონი ჩვენ კომუნიკაცია პოლიტიკის აიჩევს სიერთად მოზომილ და კომუნიკაბელურ ადამიანს, ხო? წესიერ ადამიანთან ურთიერთობას. ვინც არანორმალურია, იყავდეს ის გიჟი გადარეული მუშტების ქნეველი და მაგისამდე. ეს უკვე გემონების ამბავია. აი ესეთი მიდგომები რაღაც აქვს ამერიკას, ხო? ჩვენც ესევე უნდა ვუთქოთ. გადაგზარდებოდა. იმიტომ რომ საქართველოს მართალია პატარა ჩვენ ეხლა მართლა აზერბაიჯანი რო დაგვეკავოს მერტყვა არახეს რა ესე აწარმოებს ჩვენ გადამოყავს თუ რა ჩვენ ნახევარსაც კი არა 5 წუთს ვეღარ გავხსნით ჩვენ სამხედროები არ აქვს აღნიშნე რომ გამოვიდნენ ეს ბიჭები რომ აკვირდებოდნენ ეს სამხედრო აღრმავება
დამოუკიდებლობის დღეს. აი, გარეჯა. ჯარი ეს კი არ არის დღეს ავტომატით ეს სნაიპერული შაშხანა და ეს ჯაშუშანი მანქანა. დამატუღებენ იმ ჯაშუშანი მანქანებში ამ ჩვენს. საერთოდ სასენიტო დანადგარებია რა. ვის შეუძლია, ვის გაუძლია ჩვენ წინააღმდეგ. საპოლიციო საშტატო ერთეული რაოდენობით უფრო მეტია ვინმე ჩვენი ჯარი. რომს უცბად მოვა შვეიცარიული ჯარის მოწყობა რო ქონდა შვეიცარიაში როგორც არის ხო ყველა ჯარის ამქიანის განაწილებულია სხვადასხვა კიდევ ვიცი შვეიცარიული იმას შემთხვევაშიც ვერ გაუძლებს წინააღმდეგ. იმიტომ კიდევ ვერ მეუბნებ შაშხანები და ავტომატური წესასრულიერებით კი არ მიდის დღეს თანამედროვე ფიქსიო. ამიტომ ყველაფერი ეს არის გასათვალისწინებელი. რო არ მეთქვა და რო არ თქვა ის რა პრობლემებიც არის, დავდოთ. ამით საკითხები არ გადაიჭირა და პირიქით უფრო დამცინდება. კიდევ ვიმეორე, არავის მომხრე არ ვარ. გარდა ერთის. ქართველი არის ინტერესი. აი ეს ვამოძრავებს და რომელი ძალასაც ეს ხელისუფლება ყოველთვის მათთან ეს ოპოზიცია ეს კვალიფიციური ეს არის მოსაშორებელი. აი ამ თემებზე და კიდევ ერთ თემას რაც შეეხება საეკლესიო რელიგიურ საკითხებს, რომელიც ასევე ეროვნულ ინტერესებთან არის გადაჭაჭული. ამაზე შემდგომ ისაუბრა. სამწუხაროდ იქაც პრობლემები გვაქვს, ძალიან დიდი პრობლემები თავს, რომელიც ასევე უკავშირდება ჩვენს სულს, ქართულ სულს. მადლობთ, შევხვდებით მომავალში.